თავს მივცემ თქვენ ბრწყინვალება. ბრძანეთ მუშნი, ბრძანეთ. მე ვიცი თქვენ 11 წელიწად ევროპაში ცხოვრეთ, სორბონა დაამთავრეთ. ისიც ცნობილია რომ სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი გაქვთ. პროფესორობაზე ოცნებობდით და კავკასიის ჟანდარმერის შეფის თანამდებობა კი დაიკავეთ. უნგრელმა გრაფმა ლაიორ სეგელიმ 1559 წელს, ესე იგი ზუსტად 350 წლის წინათ თავის ერთადერთ სამშობლოდ რუსეთი აღიარა. და მისმა ყველა შთამომავალმა რუსეთის ტახტის სამსახურში ელია თავისი სინდისი, ნიჭი და სიცოცხლე. ასე რომ სისხლში მაქვს ერთი რამ. ჩემთვის სამსახური მხოლოდ ღამ არის საზოგადოებრივი მდგომარეობისა და მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება კი არ არის. არამედ მოვალეობა. ამ მოვალეობის შესრულება, რა თქმა უნდა, სხვა სამსახურშიც შეიძლებოდა. მაგრამ მე ნებაყოფლობით ავირჩიე ჟანდარმერია და ამ სამსახურის ურთულესი უბანი კავკასია. იცით რატომ? იმიტომ რომ აქ ჟანდარმერიაში ასე ვთქვათ მაღალი ადამიანური ღირსებების შენარჩუნება უფრო ძნელია ვიდრე სხვაგან. რა სიტყვით? დამაჯერებელია? სავსებით თქვენ ბრწყინვალება. თქვენ ბრწყინვალება. აქ მატარებელი დიდხანს შერდება, ხომ არ გვესაძინა? სიამოვნებით. ბინები. ნიკიფორე, გამარჯობა შენი. რა საკეთებ აქ? საქმე გვაქვს, მარტო არა ვარ. დაჯექ შეჭამე. ამცალია უნდა წავიდე. არა უშვებს. ემსალი. და თუ გაციხარ მითხარი, კაჟაია მევახშისაგან ფული რომ წამოვიღეთ რა ბედი ეწია იმ პარას. 4000 პარტია ჩავაბარე. 1000 მანეთი დავიტოვე ჩემთვის. არალეგალურად ცხოვრებას რამდენი ფული ჭირია, კარგად იცი შენს. შეგარბოს ღმერთმა, მაგრამ ის 4000 მანეთი თქვენმა კაცებმა კარჩი და ქალებში რომ გაფლანგეს და არაფერი ტერორისტული აქტი კაც რომ არ მოუხდენი, ამაზე რას მეთქვით? გაუნათლებელი კაცი ხარ, შენ და პოლიტიკურად მომზადებელი. არ იცი რომ საიდუმლო პოლიცია და ჟანდარმერია განგებ რომ გიორცელებს ტუილებს. მებრძოლების კომპრომეტაციის მისდენ აკეთებენ ამას არ იცი შენ. არა ხარ თქვენ წესიერი ხალხი ბიზიკა. ახლა არ მცალია ჟანდარმებით არის გატენილი აქაურობა თუ არა? გეტყოდი სათქმას. კარგად იხარ კაცი. არის ის კაცი? რომელი თქვენ ბრწყინვალება?
რომელსაც ასე დაჟინებით შესწრებით. ეგ დათათუთაშხია ჩემი ბიძაშვილი. რასაპირებთ? არაფერს თქვენ ბრწყინვალებაო, მაგას სროლას ვერავინ დაასწრებს. თავს ვფრთხილდებით? თავსაც და თქვენ სიცოცხლესაც თქვენ ბრწყინვალებაო. როგორ თქვენს გესრით თუთაშხია. მე თუ დავაპირე შეიძლება მესროლოს კიდეც. მოკლედ არ მომკლავს, დამჯრის მწყობრიდან გამომიყვანს. აპატია თქვენ ბრწყინვალება უნდა დახტოთ. საით მუშნი? სადგურის პოლიციაში ავტყობი.